შედევრი თუ უბრალოდ მსგავსება, ახლად აღმოჩენილი ჩიბუხიანი კაცის პორტრეტის ავტორი შესაძლოა ნიკო ფიროსმანი იყოს. ნახატ თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის თანამშრომლებმა სრულიად შემთხვევით ავლაბარში ერთ-ერთ სარდაფში მიაგნეს. ნამუშევარი, რომელიც წლების წინ სავარაუდოდ თამბაქოს მაღაზიის აბრა იყო, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, თუმცა პორტრეტის სტილი, შესრულების მანერა და ცალკეული დეტალების სპეციალისტებს აფიქრებინებთ, რომ ნამუშევარი სწორედ ფიროსმანს ეკუთვნის. ჩიბუხიანი მამაკაცის ავტორის ვინაობა კი საბოლოოდ მას შემდეგ დადგინდება, რაც ნახატი ევროპაში ქიმიურ ანალიზსა და რენტგენოგრამიისათვის გადაიგზავნება. ნამუშევრის ხილვის საშუალება დღეს სალომე ქოქიაშვილსაც მიეცა. ორთოგრაფიული შეცდომა მას ნამდვილად აქვს დაშვებული პროდაჟა ტაბაკუ ი პაპიროს. ეს ფიროსმანისათვის დამახასიათებელია. ეს ნახატი აბრაგასული საუკუნის დასაწყისში თამბაქოს ერთ-ერთ დუქანს ამშვენებდა, მაგრამ თუ წერისას ნიკალა ორთოგრაფიულ შეცდომებს ხშირად უშვებდა, ხატვისას ის ყოველთვის უშეცდომო იყო. სწორედ წარწერაში აღმოჩენილი ხარვეზი და შესრულების უბრალო, მაგრამ უნიკალური მანერა დღეს სპეციალისტებს იმის ფიქრის საფუძველს აძლევთ, რომ ახლად აღმოჩენილი ჩიბუხიანი კაცის პორტრეტის ავტორი ნიკო ფიროსმანი უნდა იყოს. დანამდვილებით თქმა, რომ ეს არის ფიროსმანი, ისევე როგორც დანამდვილებით თქმა, რომ არ არის, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის საჭირო კვლევა, თუმცა არის რაღაც მსგავსებები. რა არის ეს მსგავსება? პირველი წარწერა, შავისა და წითლის, თეთრისა და წითლის მონაცვლეობა ფიროსმანისათვის დამახასიათებელია სააბრო წარწერების დროს, ეგრეთ წოდებული ფესკის ტიპის ქუცის ხატავს და ხშირად აი ესეთ წინწყლები დააქვს. ფიროსმანს არ უყვარდა შავი ფერით ხატვა. აი ამიტომ აქ შავი ფერი არ არის, ეს სინამდვილეში არის ფონი და მის გარშემო არის შემოხატული, რაც ფიროსმანისათვის არის დამახასიათებელი. ჩიბუხიანი კაცი აღიარებას წლების განმავლობაში ავლაბარში ერთ-ერთ ძველ სარდაფში ემალებოდა. ნახატს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის თანამშრომლებმა სრულიად შემთხვევით მიაგნეს. რამდენიმე თვის წინ ის მუზეუმში გასაყიდად უცნობმა ადამიანმა მიიტანა და პორტრეტის სანაცვლოდ 500 ლარი ითხოვა. თუმცა მაშინ არც ძველმა მფლობელმა და არც მყიდველებმა იცოდნენ ის, რომ ნამუშევრის სავარაუდო ავტორი შესაძლოა სწორედ ფიროსმანი ყოფილიყო. ადამიანმა მოიტანა, მას ჭირდებოდა თანხა, შემოგთავაზა ეს ნამუშევარი, თვითონაც არ იცოდა რა იყო. შევიძინეთ როგორც უცნობი მხატვარი. მრგვალ თუნუქზე შესრულებული პორტრეტი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. ფერები გახუნებულია, ზედაპირზე კი ჟანგის ლაქებთან ერთად მრავლადაა ნაკაწრებიც. სწორედ ამიტომ ერთი შეხედვით სპეციალისტებს მისი ავტორის ვინაობის დადგენა უჭირთ. ნაწილი პორტრეტს უცნობ ავტორს მიაწერს და ჩიბუხიანი კაცის სახეზე ფიროსმანისეულ სიღრმეს ვერ ხედავს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი სტილით ჯერჯერობით ცნობილ ქართველ ავტორებს შორის მხოლოდ გენიალური პრიმიტივისტი ხატავდა. გავს ცხადია, მაგრამ პირადად ჩემთვის მე ეჭვმეპარება, რომ ეს ფიროსმანი ვერ ხედავ იმ სიღრმეს, თვალები მისი და წარწერა ცხისტი მეჩვენება. მანძილი წარბიდან ქუთუთომ დიდი აქვს ფიროსმანში, დამუშავებით, მოდელირებით, პროპორციებით, ფერით, ყველა ამ ნიშნებით, წარწერაში რაღაც შესრულებით, ყველა ამ ნიშნებით იგი ძალიან ახლოა ფიროსმანაშვილთან. კამათი თემაზე ეკუთვნის თუ არა ჩიბუხიანი კაცის პორტრეტი ნიკო ფიროსმანს, მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც ნახატი ექსპერტიზისთვის ევროპაში გაიგზავნება. კულტურის სამინისტრო ამ თემაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან უკვე აწარმოებს. რომელიმე ქვეყანას მის ლაბორატორიის ავირჩევთ, პირობებს გავიგებთ, შევისწავლით და გადავაგზავნით და მოლოდინი ჩვენი არის ის, რომ კიდევ ერთი შედევრით გამდიდრდება ფიროსმანის კოლექცია. თუ დადასტურდება, რომ 500 ლარად შეძენილი ნამუშევარი ფიროსმანს ეკუთვნის, მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში პატარა თუნუქის ნაჭერზე გამოსახული ჩიბუხიანი კაცის ფასმა შესაძლოა მილიონსაც გადააჭარბოს.